მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, მობრძანებისთვის და ინტერესისთვის, რომელსაც გამოხატავთ რუსთავი 2-ის და თავისუფალი მედიის მიმართ. გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით, მან თავისი გადაწყვეტილებით რუსთავი 2 დახურა. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ხედავთ ახლა ტელეეთერებში. ის რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არაკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ვიყენებდით ალტერნატივის შემთხვევაში. ძალიან მოკლედ გეტყვით და აღარ გადაგღლით. ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი. ის როცა ყიდის თავის სარეკლამო დროს, რამდენიმე თვის შემდეგ მას აქვს შემოსავლები. აი ამ რამდენიმე თვიანი პაუზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პაუზის ამოსავსებად, ფინანსური რესურსების ამოსავსებად, საბანკო მომსახურება. განსაკუთრებით ზაფხულის და საახალწლო პერიოდების შემდეგ, როდესაც ცოტაა შემოდინება. ბუნებრივია, რომ ყველა ვითარებაში ჩვენ ვიყენებდით, როგორც ყველა ნორმალური და ჯანსაღი ბიზნესი, ბანკს, როგორც დამხმარე ფინანსურ ინსტიტუციას. ამის მეშვეობით ჩვენ ვყიდულობდით ტექნიკას, კრედიტების მეშვეობით, ოვერდრაფტების მეშვეობით, ვფარავდით ხელფასებს, როდესაც ფინანსური სახსრების მოძრაობა იყო შეფერხებული ჩვენი სეზონურობის გამო. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა და წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ ეს გზა ჩაგვკეტოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან, მათ შორის ჩვენს უშუალო კონკურენტებთან მიმართებით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის ხელისუფლების თამაში. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის. დღეს ხელისუფლებამ ყველა ეს ეჭვი გაფანტა თავისი სამარცხვინო ნაბიჯით. დღეს ხელისუფლებამ შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი ალტერნატიული გზა კონდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვიდგას. ეს ერთადერთი გზა არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ამას ვამბობ ხაზგასმით და გახსნილად, იმიტომ რომ ვაპირებთ კონტრაქტის გამოქვეყნებას. მოვიზიდეთ ადამიანისგან, რომელიც დიახ არის დავით კეზერაშვილის ნათესავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ სხვა ინვესტორი, არც გვჭირდებოდა არანაირი ინვესტორი ხელისუფლებას ამ მდგომარეობაში რომ არ ჩავეგდეთ, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მოვიზიეთ ის ინვესტორი, რომელიც წამოვიდა ჩვენს პირობებზე, არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში და ბ ეყიდა საკმაოდ საფრთხის ქვეშ მყოფი, მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი და დაბალი ლიკვიდურობის ქონება. ეს არის წილი რუსთავი 2-ში. რუსთავი 2-ის წილების გასხვისება არ შეიძლება, ამაზე ადვოკატები ისაუბრებენ, დასყიდობის მხარეების წარმომადგენლები, შესაძლებელი იყო მხოლოდ რუსთავი 2-ის მფლობელი კომპანიის შპს საქართველოს წილების გასხვისება და ეს მოხდა კანონის სრული მოთხოვნების დაცვით. რა ხდებოდა ამის შედეგად? ამის შედეგად რუსთავი 2 მიიღებდა 6 მილიონიან ინვესტიციას, რომელიც არ იქნებოდა არც მისი ვალი, არც მისი პასუხისმგებლობა. და იმ ვითარებაშიც კი თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა სასამართლო პროცესს, იგი წაიღებდა რუსთავი 2-ს ოღონდ კიდევ უფრო მეტი 6 მილიონი დოლარით გაზრდილი აქტივით. არავითარი კანონიერი თუ უკანონო მფლობელის საკითხი არ დადგებოდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, საკითხი არ დგას რუსთავი 2-ის მესაკუთრეებზე, საკითხი დგას რუსთავი 2-ის მესაკუთრის მესაკუთრეზე. ამდენად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ბოლო გზაც გადაეკეტა ჩვენთვის, ჯერ ერთი არ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა 2 დღის განმავლობაში ეს ტრანზაქცია, არადა ვალდებული იყო, რომ იმ დღესვე დაემთავრებია რეგისტრაციის პროცესი და მყისიერად მომხდარიყო ეს. 2 დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება. მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში, თუმცა მის გასაგონად ვამბობ, რომ მას ეს პასუხისმგებლობას არ ხსნის, იგი ისევეა ჩარეული ამ ყველაფერში, როგორც ბატონი ივანიშვილი და აუცილებლად აგებს პასუხს ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე, მისივე უწყების, რომელსაც ამ წუთამდე არ გამოუტანია არავითარი გადაწყვეტილება, არადა ვალდებულია კანონით, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 დღის გამოეტანა. რეესტრმა ეს რეგისტრაცია არათუ არ მოახდინა უკანონო კომუნიკაცია მესამე პირებთან და დღეს თუ სალია ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ასაჯაროებს იმ კონტრაქტის დეტალებს, რომელსაც მე ახლა აგერ პირდაპირ ეთერში გიყვებით, შეუძლებელია მან ეს საიდანმე იცოდეს გარდა საჯარო რეესტრიდან უშუალო მითითებისა და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი, ეს მთელი აქცია არის დაგეგმილი და ორკესტრირებული ხელისუფლების მიერ, არის მათ მიერ განხორციელებული.
და ეს ეჭვიც ნამდვილად გაქარწყლებულია ყველა საღაზრზე მყოფი ადამიანისთვის და რაც შეეხება ქიბარხალვაში იბრძვის არა საკუთარი ქონების დასაბრუნებლად, არამედ ჩვენ წინააღმდეგ და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იტყოდა თეორიულად მაინც 6 მილიონიანი ინვესტიციით რუსთავიორის გამდიდრებაზე, რომელიც თუ ის იგებს და დარწმუნებულია რომ მისია რუსთავიორი მას დარჩებოდა საკუთრებაში. ასე რომ დადასტურდა ორი რამ. ქიბარხალვაში იბრძვის პერსონალურად რუსთავიორის წინააღმდეგ და მის შესაფერხებლად და არაქონების დასაბრუნებლად და ქიბარხალვაში ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს. და ყველაზე ირონიული და ცინიკური არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იგივე მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი, რომელიც იბრძვის საქართველოში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, რომელიც იბრძვის საკუთარი შვილების და ყველა აქ მდგომი ადამიანის და ყველა ეკრანებთან მდგომი ადამიანის შვილების მომავლის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით ის არის კორუმპირებულ გარიგებაში ჩაბმული და აღებული აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა იმისათვის რომ ესეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს. მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება, ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერ ასდროს, იმიტომ რომ ღუპავს ქვეყნის მომავალს, ღუპავს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას, ღუპავს ქვეყანაში დემოკრატიას და ღუპავს იმ ხელისუფლებას, რომელსაც ემსახურება. იმიტომ რომ ამ ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი. როგორც უკვე მოგახსენეთ, მან საკუთარი ხელით რუსთავიორი დახურა. ის როგორ მოვიქცევით ჩვენ? ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ? მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს? ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი დამსახურება. და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება თავისთავად ცხადია და ხელისუფლებას ვპირდები. ვიდრე რუსთავიორი დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება. რაც შეეხება მოსახლეობას, მე პირველად ამ 3 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ გვებრძვიან, მოგმართავთ თქვენ დახმარებისთვის. რუსთავიორი ამ ბრძოლაში მარტო ვერ გაიმარჯვებს. ეს არ არის ბრძოლა რუსთავიორისთვის. და ალბათ ამიტომაც ეს არის ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის, განსხვავებული აზრისთვის, დემოკრატიისთვის და მათ შორის ამ ხელისუფლებისთვის სახის შენარჩუნებისთვის, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. და სასამართლო ხელისუფლებისთვის სახის შენარჩუნებისთვის, რომ